ხარაგაულში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მეწყერ საშიში ზონიდან მოქალაქეები ყოველდღიურად გვაწვდიან ვიდეო მასალას, როგორ იკეთებს მიწა ნაპრალებს. რამდენიმე სოფლიდან უკვე 8 ოჯახი აევაკუირებული. სოფლების ნაწილში განსაკუთრებით რთული ვითარებაა. სტიქიის ზონაში დარჩენილი ადგილობრივები ხელისუფლების რეაგირებას და გეოლოგების დასკვნას ელოდებიან. მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო სამეურნეო მიწები და ცენტრალური საავტომობილო გზები. სოფლებში მეწყერი 2 კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ჩამოწვა. მეწყრული პროცესები ახლაც მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, სტიქიის მიზეზი გზის სამუშაოებია. ეგერ სახლი მიდგას, ეგერ ემხელა დედამჩერებია, ხეები, მედურობა არის, რა ვიცი, რომ მოწყდეს და მოშავდეს. მერე დაიწყებენ, არ ვიცოდით და არ ვიყავით საქმის ყურშიო. ევროკავშირმა სომხეთთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკური შეთანხმება ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგის შესახებ. წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. კანადამ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან $1.7 მილიარდი უკრაინას გადაურიცხა. განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა.